საქმე საღამოს ვაგზალებთ საფონდო ბირჟებზე საუბრი და პირველ რიგში უნდა დავიწყოთ განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით, რომელიც სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა, რადგანაც ვიხილეთ 1.9%-იანი კლება, ეს კი ბიუჯეტის პროექტის განხილვით იყო განპირობებული, რომელიც ითვალისწინებს დაახლოებით 5 ტრილიონი დოლარით ამერიკის სამთავრობო საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდას, რაც წარმოადგენს პრობლემას და მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის ვალი არსად არ გაქრება და ის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ანუ ახლა რაც არის 36 ტრილიონი დოლარი, ის სავარაუდოდ მომავალში გახდება უკვე 40 ტრილიონი დოლარიც და რა თქმა უნდა საბოლოოდ მომავალში ამაზე მეტიც. მოკლედ, ეს სიახლე საკმაოდ ნეგატიურად მიიღეს თავის დროზე ინვესტორებმა, თუმცა ამ წუთებისათვის როგორც ხედავთ საფონდო ბირჟაზე ვითარება არის შედარებით გამოსწორებული, გვაქვს აღმოსვლა და უფრო კონკრეტულად S&P 500 ინდექსის შემთხვევაში ეს მატება არის ამჟამად პლუს 0.15%. ასევე Dow Jones-ის ინდექსაც პოზიტიური დინამიკა აქვს, და 0.14%-ია, ხოლო Nasdaq-ის ინდექსის შემთხვევაში მატების მაჩვენებელი არის 0.57%, როგორც ხედავთ ამ ეტაპზე ვითარება არის შედარებით დასტაბილურებული. იგივეს ვერ ვიტყვით ევროპასა და აზიაზე, სადაც განწყობა ინვესტორების სამართალად სახარბიელო ნამდვილად არ არის, რადგანაც ევროპის 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია 0.75%-ით არის შემცირებული. ასევე კლება აქვს შანხაის ინდექსსაც, აქ ვარნა არის 0.22%, ნიკეის ინდექსის შემთხვევაში კი კლების მაჩვენებელი არის 0.84%, ამ მიმართულებით განწყობა არის საკმაოდ ნეგატიური. აქვე უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ნავთობზეც, რომელიც ასევე არის დღეს გაიაფებული, როგორც ხედავთ, 1%-ით იკლო ბრენტის ღირებულებამ და ის ამჟამად $64 შეადგენს, WTI-ის ფასი კი $61 ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ის გაძვირებული არის 1.5% და $60 ნიშნულს უახლოვდება ურალის ფასი. ბუნებრივი აირიც მცირედით არის გაიაფებული და 36 ევროს შეადგენს მეგავატი საათი ენერგიის ღირებულება. აქვე ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც ასევე არის გაიაფებული, კლება გვაქვს 0.5% და ოქროს ფასი ამჟამად შეადგენს $3,300. აქვე უნდა ვისაუბროთ კრიპტოინდუსტრიაზეც, რომელსაც დღეს აქვს გამორჩეული დღე, რადგანაც ბაზრის საერთო შეფასება გაიზარდა 3.640 მილიონ დოლარამდე, ხოლო ბიტკოინის ფასმა დღეს მიაღწია რეკორდულ $112,000-იან ნიშნულს, როგორც ხედავთ, მატება გვაქვს ძალიან მკვეთრი 8%-ზე მეტი, ხოლო კაპიტალიზაცია ამჟამად ბიტკოინის არის 2.214 მილიარდი დოლარი. როგორც გითხარით, ბიტკოინის შეფასება ასეთი მაღალი ისტორიაში არასოდეს ყოფილა. ასევე მზარდი დინამიკა აქვს ეთერიუმსაც, მისი ფასი ამჟამად დაახლოებით $2,700 შეადგენს, მატება არის ერთ კვირაში 4.5%, ხოლო კაპიტალიზაცია მისი არის 322 მილიარდი დოლარი. აქვე უნდა ვისაუბროთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი, დავიწყოთ საქართველოს ბანკით, რომელსაც დღეს ჰქონდა დაახლოებით 2%-იანი ზრდა, დაუბრუნდით პოზიტიურ დინამიკას, ასევე მატება აქვს TBC-საც, ამ შემთხვევაში ზრდის მაჩვენებელი არის დაახლოებით 1.5%. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც, რომლის გასვლითი კურსიც, როგორც ხედავთ, დოლართან შეადგენს 2.73, ანუ ლარი არის გამყარებული. ევროს კურსი გვაქვს $3.09, ანუ აქ ლარი არის გაუფასურებული, ხოლო სტერლინგის გასვლითი კურსი 3.66-ია. და ბოლოს ხოროდის თქვა უნდა ვთქვათ, ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზე, რომელსაც Foresight ინვესტორული ჯგუფი თავაზობს. ეს არის Foresight ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოსულობა წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 8.91%, ხოლო ანგარიშზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოსულობა აღწევს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაიწყებათ ფორმატში, ხოლო Foresight ინვესტორული ჯგუფი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია.